მას შემდეგ რაც UFC-ს სუპერმსუბუქი ზონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი პირველად დაიცვა, ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა. სხვადასხვა სასპონსორო ღონისძიების გარდა სუპერმსუბუქი ზონის ჩემპიონმა 14 თებერვალს თბილისში ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. ბრძოლის შემდეგ როცა ჩამოვარდვი ხელი რეალისტურად რო გადავხედოთ, მე კი მინდოდა 4 ბრძოლის ჩატარება, მაგრამ სამი ბრძოლა იქნება ამ წელს. შემდეგი ბრძოლა ივნისში იქნება, ესე მეუბნება UFC და სავარაუდოდ შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ან პიტერიანი, ან შონ ომალი, ეს იქნება ორივე რიმატჩი. მთელი MMA სამყაროც ალბათ ამ ბრძოლაზე ფიქრობს და ოცნებობს და ილიას შეუძლია ისლამ ახაშევის დაფინიშება. ისლამ ახაშევი კარგად ჭიდაობს, კარგი მებრძოლია, მაგრამ ჭიდაობაში ვერაფერს ვერ დააკლებს ილიას და ილიას კიდე შეუძლია რაც ვოლკანოვსკის გაუკეთა და მაქსალოვის იგივე გაუკეთოს. ანამდე შანსი არ აქვს. მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის 19 იანვარს უმეტესობისთვის ფავორიტად მიჩნეული უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მებრძოლი, რომელსაც აქამდე კარიერაში არასდროს წაუგია. უმარ ნურმაგომედოვი ლეგენდარული მებრძოლის UFC-ს დიდების დარბაზის წევრის ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. უმარს ამ ბრძოლისთვის თავად ხაბიბ ნურმაგომედოვი ამზადებდა. თავარი მამოძრავებელი, ჩემი თავარი мотиваცია, რომ ჩემი ხალხის გვერდში დგომა, ჩემი ხალხის გახარება და მოკლედ ეს мотиваცია სასწაულ ენერგიას მაძლევს და კიდე ამის წინ კითხეს რა, ეხლა მე ალბათ რამოდენიმე ჯერ დაიცავ კიდე ქამარსო და ალბათ უკვე თავს დაანაგებ, იმიტომ რომ მოსაგები არაფერი არ დარჩება. არა, იმ მეგობრებო, მე მინდა რომ ჩემი ქართველი ხალხისთვის, თქვენთვის ვიბრძოლო ბოლომდე, სანამ ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, სანამ რამე სერიოზული პრობლემები არ მექნება, ვიბრძოლებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბრძოლა გაგახაროთ რა. მადლობა ყველას, თავს საქართველოს. დვალიშვილის თქმით, ჩემპიონის ქამარი მისთვის ყველაფერი არ არის, თუმცა ცხადია, რომ მისი ვინმესთვის დათმობას არ აპირებს.